გამარჯობათ, მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით? ბატონო შალვა. ძალიან მიხარია თქვენი მოგზაურობა. სად მოვედით? ბატონო შალვა. 60-ში მოვედით არ მჯერა. ულამაზეს ადგილას. 60-ს რა გითხრათ, მაგრამ კაი ადგილას მოხვედი. ძალიან, ნუ აი აუ რა გვაქვს ისეთი რომ მართლა დაგვავიცნა ყველაფერი და აი გავსუფთავდით ამ სუფთა ჰაერზე. როგორ ბრძანდებით თქვენ? დიდი მადლობა თქვენს და მახარებს თქვენი მოგზაურობა. ძალიან კარგად გამოიყურებით და ძალიან მხრეთ და მოგვეცეთ თქვენთან საუბრის. ყველა კარგად გამოიყურება, ვინც კი ეცდება, ვისაც სიცოცხლე უყვარს, ყველა დიდხანს სიცოცხლებს. კი ბატონო. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. ჩვენი გადაცემა დღეს არასტანდარტული არის. ჩამოვედით ულამაზეს ადგილას, ულამაზეს კაცთან, სტუმრად, რომელიც გახავთ ბატონი შალვა ამონაშვილი, დიდად პატივსაცემი ჩვენთვის. მე ხა დიდ ახსნა განმარტებებს არ დავიწყებ, უბრალოდ ამ გადაცემაში გავიცნობთ ყველა ვინც არ იცნობდით ჩემსავით კარგად. სწორედ აი იმ ადამიანებისთვის მინდა რომ გასაგებია და მინდა რომ გავიგოთ ყველაფერი კარგად. გავიცნოთ აკაურობა, გავიცნოთ ბატონი შალვა ამონაშვილი და დანარჩენი თქვენით გამოიტანეთ დასკვნები როდის მოგინდებათ აქ ჩამოსვლა და რატო. შვილებთან ერთად. კი, შეგვიძლია გავისეინოთ ცოტა. კი, მოგზაურობთ, როგორ არა? თქვენ მოგვიყვეთ აკაურობის შესახებ. ხო, აი სადაც ახლა თქვენ ხართ, დიახ. ამას ვეძახით მზიანეთს. იმიტომ რომ ბევრი მზეც არის და ცხოვრება რაც აქ მიმდინარეობს მზეს გავს. მზიანეთი მთელი ეს სივრცე იწოდება ამავე დროს ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრად. და ბევრი სტუმარი ჩამოდის აქ. ახანახან აქ დროშებს განვაწყობთ ხოლმე აქ ზოლად და ყოფილა შემთხვევა როცა 38 დროშა ჩაგვიდგას. ჩაგვიდგა აქ, იმიტომ რომ ამდენი ქვეყნიდან ერთ ნაკადში ამდენი ხალხი ჩამოს, ამდენი ქვეყანა. კი. საინტერესო. ავსტრალიიდანაც კი ჩამოდიან, ამერიკაში, კანადიდან და სხვა სოფლიოში. ევროპის ქვეყნიდან. ერთ ღამეს, ახალწლის ღამეს, ეს იყო 7 წლის წინ, მოვიტანეთ ასეთი ნერგები, ღამით ამოთხარეს სორმები, ჩავდგეთ ესენი და მეორე დღეს ტყე ჰქონდა პატარა. აი დღეს ამას ხედავ. უკვე დიდი ტყე გაქვთ. და რა სიამოვნება არის ამას ხედავთ გოლიდან გაკეთებულ ამ ხელა მართლა სიმშვიდე იგრძნობა რა აქ რა შემოთიხარ, აი სიმშვიდე არის რა სიწყნარე და რაღაც ისეთი აურა არის. ჩვენ არ გვეგონა რომ ასეთი რამ მოხდებოდა. რომ ხალხი ასე დიდი მონდომებითა და რაღაც სურვილებით ეს რამდენი ხანი ეს თვითონ ეს სკოლა საერთოდ ეს ყალიბდებოდა საქართველოს ეს იდეა დაწყებული 60-იანი წლებიდან, მაგრამ თქვენ იმაშობოდით ამას ანუ 60-იანი წლებიდანვე თქვენ მე კოლეგები მყავდა ძალიან კარგი. ჩვენ სკოლა გავხსენით, პირველი ექსპორტული სკოლა ჩვენთვის აშენდა. ჩვენი ცდებისთვის. და მე ნელა-ნელა კი და მე ნელა-ნელა გამოიკვეთა მთავარი იდეა. და ამ იდეას ქვია ახლა ჰუმანური პედაგოგიკა. და ეს იდეა ცხოვრების იდეასაც იძლევა. იცით, ჰუმანურობა მარტო სკოლაში კი არ გვინდა. ცხოვრებაში გვინდა. მოდი საუარებელი ხალხი და რისთვის აი რაღაცა გაიგოს ცხოვრების წესი. როგორად ვიცხოვროთ? როგორები ვიყოთ ერთმანეთში და ჰუმანურ პედაგოგიკას აქვს ამის პასუხები. მაგრამ ამ სიტყვას გაგება უნდა, იცით? ერთი აზრით გაგება შეიძლება, მაგის თქმა მინდა. კი. და ჰუმანურობა ეს ძალიან დიდი სიტყვა სანსკრიტულია და ნიშნავს მოკვდავს, რომელიც ღმერთს ეძებს თავის თავში. ვაუ, ღმერთის მძებნელი უმენ. ესე იგი ჰუმანურია. ღმერთის მძებნელი სიყვარულის ვასემ ფქვეველი უნდა კი, სიყვარულს უნდა აფქვევდეს. ნამდვილად ეგრეა და ადამიანის გული ყველაზე ბედნიერი მაშინ არის, როცა შეუძლია სიყვარული აფქვიოს. მხოლოდ. კი, რა თქმა უნდა, სიყვარულის გარეშე ადამიანი უკეთხოვას ემგავსება. ხო, ვეთამაშებით ასეთ სიტყვას, გვიყვარდეს, სიმღერებს ვქნით, მაგრამ გვიჭირს სიყვარულის საქმებად ვაქციო. თეორია ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში რთულად ვახორციელებთ. კი, ეგ არის ეგ მომენტები კი. აი ნათქვამია, რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარიაო, ხო, სახარებაშია. საქმეთა გარეშე რწმენა მკვდარია. ხო, აზია. ხო, თუ არ შეესხამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. სიყვარულის საქმეთა გარეშე მკვდარია. უბრალოდ შენობები და უბრალოდ სიმშვიდე და რანაირად შეიძლება რომ აი ესეთ მშვიდ და ესეთ ჯანსა გარემოში შიგნიდან ბედნიერება და სიყვარული ვერ იპოვო თა როცა ეძებ. აქ როგორც ვთქვით, ბავშვები ჩამოდიან და თავის პარლამენტი გაქვთ, ბავშვების პარლამენტი არის და კი, ზაფხულის პერიოდში ეს სივრცე გამოიყენება
საერთაშორისო სემინარებისთვის. და 8 ჯგუფი ჩამოგდის ივნისი, ივლისი, აგვისტოს პერიოდში 9 დღე. მაგრამ სხვა დროს აქ საერთაშორისო კონგრესებიც იმართება. თქვენ ევროკავშირში უკვე შესულები ხართ, ხო? ჩვენ ვართ, იმიტომ რომ შვეიცარიაში გვაქვს ჩვენი ცენტრი, იქ უკვე ჩავატარეთ ჩვენი უმაღლესი სკოლა. გერმანიაში გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში უკვე დაწესდა ჰუმანური პედაგოგია. პაატა და თამარი ჩემი შვილი და რძალი ახლა იქ იმყოფებიან და შვილი და ლექციებს კითხულობენ. ესე იგი ძალიან გავრცელებული იდეაა. კი, არა, ხო, კი, მე შვილი რომ ეყოლება აუცილებლად თქვენთან ჩამოვიყვან. კი, აუცილებლად. მოიყვანეთ ჩემო ჯერფასებო. აი ჯერ ცოლს მოვიყვან. და მე შვილი რომ ეყოლება აუცილებლად. ცოლს რომ მოიყვან. აუცილებლად მე სამპატიჟე ხო ქორწინში. რა თქმა უნდა, რაც ეხლა ამ სამყაროში პრობლემა არის თემსოფლიოში, რომ აი მაგას პრობლემა არის სულიერების თითქოს ამას ებძვიან. მიზან მიმართული ბრძოლა მიდის ამის წინააღმდეგ. ეს აშკარა არის უბრალოდ ძალიან ჩანს ხელის გულზე. იმედია ესეთი ეს რაღაცეები არის რაც გადაგვარჩენს ჩვენ ქვეყანას და ზოგადად კაცობრიობას აი ეს ახლა თქვენასაც საუბრობთ. თქვენს ყველაფერი რასაც არის ყველაფერი ქრისტიანული მორალი. აქ რასაც საქართველოს ღვთისმშობლის ქვეყანა ვამბობთ ხოლმე ხო და ჩასადამე ღვთისმშობლისა და ქრისტეს შვილები. ხო, აბარა. მაგრამ ეხლა მარტო ეს ვილაპარაკოთ და კი და თქვენ ქრისტიანულად არ ვიცხოვრო. კაშიც უკვე განახორციელეთ ეგ არის. მე არ მეყურება მორწმუნე საქმეთა გარეშე. მაგას ვიძახ, ხო, ეგ არის ახლა ზოგი საუბრობს, მაგრამ თქვენ საუბართან ერთად საქმესაც აკეთებ და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ამ საქმეში. აი ეს საქმე თავარია ისი. თქვენ საუბრობთ, რომ ყველაფერში ამ ყველაფრის შემოქმედებაში და შექმნაში თქვენ თვითონაც არიცით როგორ გეხმარებათ უფალი და ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს სიყვარული ანუ ეს ყველაფერი თქვენი სიყვარულიდან გამომდინარეობს და ამ იდეის მოეწონათ შეუყვარდათ ეს იდეა და თქვენი იდეა გახდა დღევანდელი რეალობა რომელშიც ყველაზე ბედნიერად გრძნობთ თავს მოგიყვებით ამის შესახებ აგერ თითქოს და მატერიალური სივრცეა ხო და აგერ ხედავთ ხეებს, სახლებს, კოტეჯებს, ყველაფერ ამას. ეს აი აქ ცოცხალიცის გარეშე არ შეიქმნება. თუ ეს უფლისნებას არ ემსახურება, აი ამ ხელა რაღაცა, ეს ყველაფერი თავზე დაგვექცევა. მე ეს ამისი ძალიან ამწამს. კი, ნამდვილად. და ეს ცა და სასופველიო, აი კი არ არის სადღაცას კოსმოსის მიგდებულ ადგილას. აი აქ არის. ხო. აქ არის, აქ. თუ გინდა ცა და სასופველი აგერ ვიყოთ და ვიცხოვროთ იმისებურად და იქა ვართ უკვე ჩვენ. აი რადგან რეპეტიცია გავიაროთ აქ. რეპეტიცია გავიაროთ აქ. და თუ აი ასეთ ააგებს შენ ცხოვრებას, აი ჩვენ ასე ვაგებთ. მე როგორც ვიცი თან ქველმოქმედებით არის ხო? ბევრი რაღაცა გაკეთებული, ხო? იცით რა, ისინი რო არა ქველმოქმედები. ჩვენ ამას ვერ შეგვიძლია, ჩვენ ახლა ვერ დავიკვეხებ რომ ფული გვაქვს და არა გვაქვს ჩვენ ესა. მოდის აქ ხალხი, ძალიან შეძლებული ხალხი მოდის ბევრი. ყველა კი არ არის ზოგიერთ შეძებული მართლაც ადამიანურია რა. ხო და მოდიან ისმენენ, ხედავენ თავიანთ შვილებს რა ემართებათ აქა. და მე ამ კოტეჯებს გვიშენებენ, აგერ 4 კოტეჯია. ან გზის აი ეს გზა, ვინ დააგებდა ეს ხო ბეტონია და ამას მე რაღაცა უნდა. გზებს გვიკეთებენ, აგერ იქ თქვენ ალბათ ნახავთ აკვაპარკი შენდება ახლა და მთავრდება სტადიონის გამოჩნდა იქით დავოთარიოთ სტადიონი ძალიან ლამაზი და აგერ თეატრალური დარბაზი ბავშვთა პარლამენტი ყველაფერი ეს ბავშვთა პარლამენტი აქ არის ხო სადღაც ახლოს კი არ მინდა რომ ვაჩვენოთ ყველაფერი აუცილებლად ანუ ესეც საინტერესო ადგილას მართლა არ ვიცი მე არ მყოფილ ვარ როცა სადმე საერთოდ ესეთი რამე ხდებოდა მე არ ვიცოდი ანუ ეს ჩემი არაინფორმირებულობის ბრალია უბრალოდ მთელი გულით მინდა რომ ვინც ეს ამბავი არიცით ყველა მიცოდეთ რომ აი ესეთი სასწაული ადგილი არსებობს კახეთში სადაც მართლა ხელი არის გაშლილი იმისთვის რომ მოდი და იყავი სიყვარულით გემრიელად თუ რამის გაკეთება გინდა გააკეთე თამაში გინდა ითამაშე სწავლა გინდა ისწავლი პარლამენტარობა გინდა კიდე და რაღაცა საფუძვლებს დაიწყებ აქედან ოღონდ ჩვენ პარლამენტარებს ვასწავლით რომ და გონივრულად მეგობრულად განეხილო საქმე იქ არ შეიძლება მუშტი გამოიყენო და უყვირო ხმა საუმაღლო ნეტა ჩვენთან ეს უნდა ისაუბრებო ქვეყნის ბედი წყდება და მუშტი კრივით ქვეყნის ბედი ვერ აწყდება
აი ხო აზრი არა. რა თქმა უნდა, გაბრაზებული ადამიანი დედამიწაზე სწორ გადაწყვეტობას ვერ იღებს. ვერ იღებს. უნდა მიიღოს სივგონებაზე. არ არსებობს გაბრაზებულზე ნებისმიერმა ადამიანმა, როგორი ჭკვიანიც არ იყოს, უჭკოს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ცხელგულზე, ყოველთვის აფექტში რო ხარ, ვერ მიიღოს სწორ გადაწყვეტილებას. სივგონებით უნდა შევეცადოთ, რომ ყველაფერი გამოსაჯა. ისიც რა მაინტერესებს, ეხა აი მაგერთ აი თავისუფლებაზე რო ვისაუბროთ, ძალიან აქტუალურია ეს თემა სოფლიოში და ჩვენთანაც აი რა არის თავისუფლება და კიდე რამე აი ბულინგი და რამდენად ხელს უშლის ბულინგი თავისუფლებას. აი თუ შეიძლება რომ აი ამაზე რაღაცა თქვენი შეხედულებები ბევრი მიფიქრია და ჩვენი პედაგოგიკის ერთ-ერთი ფუძე ეგ არის თავისუფალი არჩევანი. თავისუფალი არჩევანი ჰქონდეს ყველას, ბავშვსაც და დიდსაც. ხო? მაგას ბულინგი ახალი აღთქმი და შეიცდოთ ჭეშმარიტებას ის გაგდით თავისუფალს. ხო? თავისუფლება ბუნებაში არ არსებობს როგორც ასეთი. ყოველთვის რაღაცას ვემორჩილებით. მაგრამ ეს მორჩილება გამოგვაქვს იქიდან და რა გვირჩენია, აი ას არჩევია, ან ეს, რომ ეს აირჩევ. ხო? თორე გიჟია თავისუფალი საერთოდ. ჭკვიანი კაცი თავისუფალი არ არის, აირჩია. რაღაცა ვითარება და დაემორჩილა ამას. ხო? დაემორჩილა გონიერებით აირჩია. არ ვიცი, ღმერთის კარნახით აირჩია, ჭკვიანი ხალხის რჩევებით აირჩია, მაგრამ აირჩია თვითონ. კი. და მოექცა რაღაცა კანონების გავლენის ქვეშ. თვითონ აირჩია. აი, ვინც თვითონ ირჩევს რაღაც ვითარებას, ემორჩილება მას, იმას აქვენ თავისუფლება. კი, აბსოლუტურად იდეალური ახსნა იყო. ბავშვს რა შევა, ჩვენ გვაქვს თანხმობის ფსიქოლოგია. არა მართვის, არამედ თანხმობის. დამთანხმების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთია ამარჩევინეთ მე ბავშვი გოხოცება გას დედა არ ახარ, მამა არ ახარ. რას მაძალები გას ისე გააკეთე, ვითომ მე თვითონ ავირჩიე ის, რაც ჩვენთვის აუცილებელია. პედაგოგიკა ხელოვნება. ხელოვნება. როცა ბავშვი თამაშობს, ხო ვერ დააძალებ თამაშობას. თვითონ ირჩევს. აი ეს თავისუფალი არჩევნის განცდა მივეცით, ის ჩვენ გამოგყვება. თუ არ მიეცი, ის გაგექცევა სკოლიდანაც და ოჯახიდანაც შეიძლება, ხო? აი ეს ადვილი საქმე არის ძალიან და აი ამასო ნერგავთ აქ ურთიერთობაში. ეგ იგრძნობა ნამდვილად. ეხლა რასაც საუბრობთ, ეს ყველაფერი იგრძნობა თქვენგანაც და ახალობით. პასპორტები მივეცით, სამუშაოები არიჩიეთ, აგერ ბირჟა, ხელფასები, ბირჟა აქვთ, პარლამენტის წევრები არიან, მშობლებზე უბნებით, დილით უნდა გააღვიძო შენი მშობლები, უთრო კბილები გაიხეხონ, მერე მოიყვანოთ უნდა აგერ აქ სასადილოში, შეხედოთ რომ კარგად ისაუზმონ და ჩაგვაბაროთ ჩვენ იქ. ბავშვებს ასე მოჰყავთ მშობლები. ორი მოყვა და დიდია უკვე რა. გაკეთებულია ისეთი რაღაც, რაც ვერ გააკეთებინებ და ვერ. ცნობიერი ესდება ძალიან და ეს რაღაცა გააკეთებენ ამას. ხო, მერე დედას უნდა აუში, დედას უნდა რაღაც საღამოს კონცერტში და სადაც ფული არ აქვს. მასი მისი შვილი მუშაობს. იმას ფული აქვს. დედას უნდა კაფეში წასვლა. კაფეს ბავშვები აურგენს ამ კაფეებში, მაგრამ ფული არ აქვს. ხანდახან გვინახია რომ დედა ეხოცება შვილო ცხელა და აუში ჩამიშვა, არა მე ფულს ვინახავ. მაშინ რა გაიგო მშობელ ბავშვი? აზოგა, ხო, აზოგა. გაიგო, რასაც აკეთებს თვითონ. აჰა, ვიბაძე. აი შეუბრუნოთ რომ მშობელს დავანახოთ, კაცო რას აკეთებს? თავი ვაგზნობინოთ იმ ამპლუაში, რაშიც უნდათ რომ იყვნენ რა. ხო. და ბავშვები აქ ძალიან ჩქარა ხდებიან. იცით რა, მაღალ როგორ დიდები მოაზროვნენი. გამიგდა უყურებენ უკვე ცხოვრებას მთელი პასუხისგებლობით. აბსოლუტურად გეთახა. და აი მას ვაკეთებთ აქ და ეს პედაგოგიკა ჰუმანური კი ქვია, მაგრამ უფრო მეტია ვიდრე ეს სიტყვა იტავს. რა თქმა უნდა. და იმ ყველაფერს ბოდი ჩაგეთე ეს ბულინგი და ეს რაღაცეები ხო ყველაფერს უშლის როგორც სკოლებში, აი როგორც ახლა ამ სამყაროში რაც ხდება ეს ხო სკოლაშიაც არის ეს. ხო და მაგას ეძახი სკოლებში ზოგადად ყველგან არის ეს პრობლემა არის უკვე რა სერიოზული პრობლემა მთელ სამყაროში. ახლა რატომღაც ამ ბოლო გამძაფრდა ხო აი თავისუფლება და ბულინგი ერთმანეთთან ეს ორი ისეთი რაღაცა რომელიც აი ვერ იარსებებს ვერასდროს. აი ჩვენ იდეაში თავისუფლებისკენ მივდივართ, მაგრამ თან ეს ბულინგიც თან დავყვება. სკოლაში ბულინგი ყოველთვის იქნება კლავაც. ხო, არა, რა თქმა უნდა. არ შემოიტან სკოლაში აზრდას. სკოლაში ხო აზრდა არ არის, სწავლებაა. აი, მან მივდივართ, ხო და. და შენ რომ მიხვალ სკოლაში და ქალბატონ თამარს დაელაპარაკე, პირველი კითხვი რა არის? ჩემი შვილი როგორ სწავლობს?
ანდა კარგად იქცევა თუ არისო, გიჯერებს თუ არ გიჯერებს, მე არაფერს არ ვეკითხებით. ხო? მაგრამ არა ვიკითხავს ქალბატონ თამარ, ჩემში სულიერების შებაჟების განვითარება როგორ აქვს? ხო? ან კულტურა, ზნე როგორ ამას არ კარგი რაღაცები ძიება, ხო? კარგი რაღაცები ძიება. აი თქვენ ხართ კიდე ხო რაღაცა ესეთი მაგ თქვენგან გაგებული რომ რაღაცა წითელი ანუ შეცდომის ამოიღეთ სწავლებიდან და რაღაცა მწვანე შეცვალეთ სადაც კარგს ეძებთ, ხო? აი ანუ რაღაცა სწორს, ხო? ეს უფრო მოტივაციას აძლევს, ხო? მე ადამიანს. ეგ თქვა სწავლაში, ხო? შეცდომა კი არ აღუნიშნე წითელი მენდით. წარმატება აღუნიშნე მწვანე ფერი და წითელი ჩემთვის გამოვიყენე ის ჩემი შეცდომებია. ეს თქვა სწავლებაში, მაგრამ როგორ გამოვიყენო წითელი თუ მწვანე, აი ურთიერთობაში. აი როგორ, მე რო ხედავ რომ ბავშვი ცუდად იქცევა, ამ ცუდავს თვალს დაუხუჭავ. ვიცი რომ იქცევა ცუდად, მაგრამ ამას არ ვეტყვით. პირიქით მივალ და უჩვენ ბიჭო, როგორ მომწოხარ კაცო, რაღაცნაირი იშვიათი კაცი ხდები. საიდან ამდენი მეგობრობა შეინჭირება? უჩურჩულებ, მაგრამ მეგობრობა არ აქვს. მაგრამ მე იმას აი შევამკე რომ თურმე ასეთი ხარ. ბავშვს არ უნდა რომ ეს ჩამოირეცხოს. რა კი შეამკე? დღეს და ხვალ ივარშებს ამაში. ამაში. რო კიდე უფრო ზემოუმატებ და ის გამოჩია ხო ვეჭხუბე, ვეჯიჯღინო, არ აქვს ცხენიან და რაღაცა. ეს ყველაფერი გამიქრა ხელიდან. სულ მწვანე გზას ვაცლებ. ხო, არა, ესე მოვისმინეთ თქვენგან, ეს ძალიან ჩამიჯდა ესისა და აუცილებლად ბავშვი ჩემი მოყვასი არ არის? აუცილებლად მეც აი ჩემ შვილს და აი ზუსტად ამ პრინციპებით გავზი ყოველთვის, აი როცა მეყვები ეგ აი ძალიან ჩამჭდა და რაღაც თქვენი საუბრებს ასაც უსმენ, აი ძალიან გულთან მიმაგ და როგორ არის თითქოს ეს ყველაფერი ვიცი, მაგრამ აი მე თითქოს აი თქვენს ეგესმა პრაქტიკაშია მე ამის განხორციელება, მაგრამ უნდა შევეცადოთ ადამიანებმა რომ ეს ყველაფერი ახლა სკოლაში გავდიოდი, ოროსანი ვიყავი მეხუთე, მეექვსე კლასებში, სულ არ უპირობლად გადაყავდი კლასიდან კლასში. განსაკუთრებით რუსული მიჭერდა განსაკუთრებით და სხვა რაღაცაც. და ერთხელ დედაჩემს უთხრეს ეს. მე უმალავდი დედაჩემს ჩემს ორიანებს და რაღაცებს და ახლა მოვიდა კლასის ხელმძღვანელი გადაუშალა ჟურნალ უთხრა მარო 2 წაიყვანე ბიჭი ბავშვი ფეზეოში. ეს რაღაცა მუშების სკოლა. დედაჩემ ხმა არ ამოიღო, ის ქალი წავიდა, დაჯდა კუთხეში და ტირილი დაიწყო. ხო ეთქვა შეეძლო შვილო როგორ არ აქვს ცხენია მამა შენი დაიღუპა შენ რაღა გემართება ხო აი მცრედება გამზარდეს მე აი ეს არის მწვანე მელანი გამიგეთ ხო არა შეეძლო ეთქვა ავაშენაკ მოდი როგორ კაცო ომია ძლივს ცხოვრობთ ეგრე იქცევი ჩამეკითხა თქვენ მშობლობა აი როგორ გაგზარდეს თქო მაინტერესებდა ეხა ეგ არის რაღაცა ხო ეს ყველაფერი თქვენი მშობლებისგან მოდის ხო ეს ყველაფერი მე უკვე ხო აი ეგ დამაინტერესებდა ვარვარო ვარდიაშვილი მყავდა იშვიათი მასწავლებელი სულ ვიტყვი ყოველთვის ვიტყვი ამას ქალი რომელიც სანთელივით იწოდა ჩვენს წინაშე ხო და ქალი რომელმაც ვეფხისტყაოსანი გვასწავლა მერვე კლასში და თავრობის ციგნები გადაადო, კაცო, თავი გაწირა. მთელი წელიწადი ვეფხისტყაოსანი სად ისწავლებ ახლა? ხო, არა, ხო. იმანდ გააკეთა ეს, როცა საშიში იყო. ხო. და მე ახლა სადგილა დამადო ხელი, ანტარიელი გამოდან თვითონი ყველგან. ბავშვობაშიო, თქვენი სიტყვები მაქვს მოსმენილიო, ბავშვობაშიო, ლექსებსო გვაძალებდნენ და გვაიძულებდნენ, რომ აი პარტიული თუ რაღაც ესეთი ლექსები, ანუ ძალით ვალდებულება იყო, რომ გესწავლოთ. და ამან ამ ხალმა ეს ციგნი სახელმწიფო ცეკას მიერ დამტკიცებული ესეთი ციგნები თავრობის დონეზე მტკიცდებოდა ყოველთვის პარტიის ეს გადადო და თავისი კი აბა რა არის იგი მაგ დროს ეგ იყო კი კაიძღა არ დაადგებოდა მაგრამ თავი გადადო მაგის ხო რისკზე წავიდა იმის გამო რომ კი ეს ცოდნა გაეზიარებინა ბავშვებისთვის აბა კი ეს არის უდიდესი რაღაცა აბა რა არის თქვენ რა შეწირეთ მთელი თქვენი ცხოვრება ადამიანებისთვის რომ სასარგებლო იყო ცოდნა მიცე და აი ბედნიერები იყვნენ შეგინიდან ოღონდ თქვენ ნათქვამზე ბედნიერები კი აი თვითონ რომ გაიღვიძებს და ბედნიერად იგრძნოს თავი ამისკენ ხართ ეს ჩანს საკაუბრად პატარა პარლამენტარებისთვის კიდე ის რამე თქვენ სულიზახეთ ბავშვებს უნდა მივცეთ თავისუფლება და იცით რამე ეს ბავშვების თავისუფლება სად იწყება და აი სად თავდება აი სადამდე უნდა მივცეთ ბავშვს რაღაცა ხო არის რომ რაღაცეებში ხო რაღაცები ხო უნდა შეუზღუდოთ ბავშვებს ანახს მაინტერესებს ხო უბრალოდ აი ძალიან მაინტერესებს პატარა ბავშვი საბავშვობაში გინდა წაიყვანო
4 წლის ბავშვი, გინდა 5-ისა. გეჩქარება, სამუშაოზე უნდა მიხვიდე და უნდა ბავშვი სწრაფად მიიყვანო, ხო? როგორ იქცევა მშობელი? აბა ჩქაშქარა დავია და ჩავიცვა, ფეხსაცმელი, აბა ეს კურტკა, ამ დროს ბავშვი აგიყვირდება, არ მიდამ ეს კურტკა უგას. არ მიდამ ეს, ხო ყოფილა ესეთ რაღაცა რა. დედა როგორ არ გინდა, ჩააცნოს ძალი და აბა წავიდა წავლე სამუშაოში. ავტორიტარიზმია. ეხლა შეიძლება თუ რა თავისუფალი არჩევანი გამოვიყენოთ. შეიძლება. დედამ ხო იცის შვილი არა და ეტყვის შვილი ერთი გაიხედე ფანჯარაში ხალხი როგორ დადის იქ. ეტყვის პალტოთი დადიან, ასე დადიან. მე რომელი პალტო ჩავიცვა შვილო. შენ რაღაც ჩაიცვა. ჩართე ხო, ჩართე ამ ამბავში რა. გაიგო იქ ასე დადის ხალხი. დედას ჭყვა დაარიგე, ეს ჩაიცვა, დედამ დაუჯერდა ჩაიცვა თბილად. ეხლა მისი ჯერია. აბა, всё. აი ქვეყანას მაგ პრინციპით უნდა მართოს და ძალიან უბრალოდ წყდება ზოგიერთ რაღაცა. ძალიან მარტივი გადაწყვეტილება იყო ეხა აი მართლა ინტერესით გისმენით ბოლომდე რომ აი ფორმატს როგორ იტყოდით და აი როგორ ეტყვი ადამიანს დიდი მნიშვნელობა აქვს ხო? ერთი და იგივე რაღაცა. გაიხედი, აბა როგორი ამიდია ხალხი. ახლა გახდა 8 მერვე კლასელი. ხო, აღარ ამხელა. მე არ უნდა სკოლაში წასვლა. არ უნდა იკლავს თავს. მე ხლა გეყვებით ნამდვილ ამბავს ჩვენი ცხოვრებიდან. არ მინდა ვიძას ჩემი შვილი პირველი სკოლაში წასვლა, იმიტომ რომ მე ეს არის მეჩხუბებიან მასწავლებელი ასე არ მინდა. ეხლა ჩვენ არა უტყდით. ხო? პატამ პაპამ შოლო უთხრს არ გინდა ნუ წახვალ. არ ჩვენ გვინდოდა სკოლაში სიარული და ნუ წახვალ ხვალ და ეგ როგორ მართლა არ წავიდო შენინება. ნუ წახვალ, კაცო რატომ წახვიდე? სახშიათ შეიძლება ისწავლა სხვამგვარი. ერთი კვირა არ დადიოდა სკოლაში. მე თვითონ ჩაბრალ კაცო იქ ხო ამხანაგე მიყვანა მეო. მაგრამ აი ეს მასწავლებელი ხო კარგი არისო. და თვითონ დადგა და წავიდა სკოლაში. რა წავაგეთ? ერთი კვირა. არც არაფერი, ერთი კვირას არ წაგიგიათ პრინციპში ხო? უნდა იარო სკოლაში. არც არაფერი წაგიგიათ. თავისუფლება იპოვა და თვითონ შეიყვანა თავი კანონებში. ჩვენ ახლა სახელოსნები გვაქვს ბავშვებისთვის. აქ ხო? სადაც ისინი შრომობენ. დილით რომ მშობლებს შაგვაბარებენ, მერე მიდიან ბირჟაზე. მშობლები აქ ტოვებენ, თვითონ მიდიან თავის მშობლები არ ერევიან არაფერს დამოუკიდებლად ხო? კანონმდებლები არიან ბავშვები. ხო. კანონმდებლები არიან და მიდიან ბირჟაზე, პარლამენტში ჯერ, მერე ბირჟაზე ირჩევენ დღევანდელ საქმეს. აი მიდიან აგერ ანამაში, ან კიდე სხვა რაღაცა ბევრია საერთოდ საქმე. ხელფასსაც არ ყვევენ, რამდენი ხელფასს მიიღებენ, თუნდაც თავიანთი ბიზნესი დააწესონ, თუ როგორ ცხოვრება. არა? და იწყება აი აქ ძალიან დიდი შემოქმედებითი ცხოვრება. შეუძლია არაფერიც არ აირჩიოს, უკნა რა იყოს. ძალიან მეგობრებო, ჩამოიყვანეთ ბავშვები აქ არინანებთ ნამდვილად. და იწყებენ ცხოვრებას. აქ დიდი ცხოვრებას იწყებს 6 წლის ბავშვი. მთელი პასუხისმგებლობით. მე თავის ნამუშევარს აგერ გამოფენს, ჩვენ ვაორგანიზებთ, რომ ყიდულობ თვითონ და იტაცებს ხალხი და უყურებს. რომ იყიდება მისი ნაშრომი. ხან ქვაზე ხატავს და როგორ ბედნიერია, თან ბედნიერია. დაბრუნება რომ აქ გძნობს თავს იმათ რა. ძალიან. აბა ეგ არის ხა მთავარი ხო, მაგას გეუბნები. კიდე უნდა, აბა რა. იქ გძნო თავი კაცად, თუ ქალად, თუ დიდად და ხელფასი და ბედნიერება იყო, ბედნიერი არის ხო. უკვე დგება ადამიანად, რომელიც კარგ ხაზზე გაიზარდა კაწესიერებაზე, რომელმაც იქ ნახა ჯერ უბრალოდ ვერ მოხდება ესეთი რაღაცა, უსამართლობა რაღაცაში იყოს. აი ესე რომ იზდები, რაც გაიზდები, ის იქნები. არ არსებობს. ადამიანი რაც არის, ის არის. ეგრე ხო. ერთი შეკითხვა მაქვს მე, ესეთი რა. აი ხა რაც ვაკვირდები ჩემი აზრით, ყოველთვის ზოგადად ესე ამბობენ, რომ ყველა პროგრესს მოყვება რეგრესი ბოლოს. აი ჩემი აზრით, ჩემი ხედვით, ეხა აი დღევანდელობაში, თუნდაც აი სადღაც რო იწყებოდა ბავშვებიდან ის რომ სადღაც რაღაც დროში ძალით ასწავლიდნენ და უშუალოდ ლექსებს. მე შედარებით უფრო შეთხელდა ეხა ესე და ესეთი დონით აღარ აძალებენ ვალდებულები აღარ არიან ბავშვები რაღაც მაგრამ აი დღევანდელობაში მივდივართ. დღევანდელობაში საერთოდ ვალდებულებები არ არის დაკარგულია საერთოდ აი სადღაც იწყებოდა რაღაცა იდეით, მაგრამ დღეს ჩამოშლილია ყველაფერი. პირიქით მიდის ყველაფერი რა. აი ამაზე რას გვეტყვით დღევანდელობასთან დაკავშირებით, რომ აი რაღაცა ჩემი აზრით უკვე აი რეგრესში არის წასული ეს ყველაფერი რა. ანუ თვითონ აი ადამიანებს რო უყურებ, ეს ინტერესები იმდენად არ არის. აი ეხლა კულტურაზე ვლაპარაკობთ და დღევანდელობაში ძალიან დიდი პრობლემა არის პატარაშიც დიდშიც ეს კულტურა. ანუ ეს ხო საიდანაც ბავშვობიდან იწყება.
სადღაც ხო მშობელმა უნდა ჩაუგდოს, მშობლისგან მაგალითი უნდა მიიღოს, ეხლა ამაზე ვლაპარაკობთ რომ ესეა. აი თქვენი აზრით როგორ რა ხდება დღეს ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ? დღეს იმითია სირთულე რომ ბავშვს ბევრი ცნობა აქვს. სივრცეში ბევრი საცნობელი რამ არის, სანახაობები, გასართობები, ინფორმაციის წყაროს უფრო სათამაშო გაუწიოს. ცნობა, ბევრი ცნობა აქვს. ხო, ჩვენ მე მაგალითად ძალიან ცოტა მქონდა ცნობები ბავშვობაში. ახლა ბევრი არის. რა გვიჭერს ახლა ჩვენ? აზრდაში გვიჭერს, ჩვენ ძველი აზრდაში ვინარჩუნეთ. ხო, და ვითარება ახალია. ჩვენ ვზრდით ავტორიტარულად და ბავშვს უნდა სხვანაირი აზრად ამ ვითარებას ალღო აუღოს და ვალდებულების განცდა არ დაკარგოს. მას უნდა მოახსნათ ეს აზრდის ეს ავტორიტარული ფორმა და ბავშვი მოაქციოთ თავისუფალ პირობებში, რომ თვითონ ირჩევდეს. ჩვენი ასე ვთქვათ, აი ჩაჩურჩულებით თუ მიხვედრილობით კი არ დავაძალოთ, მაგრამ მოაქციოთ ის, რომ თვითონ გააკეთოს არჩევანი. ხო? და თუ ასე დავეხმარებით ბავშვს, გახდება 15 წლის, 18 წლისა და ნელ-ნელა ჭკვაში ჩავარდება. უცბად ვერ მივახცევთ ამას. და თვითონ გვეტყვის მე რაგვარად და როგორ და იცხოვრს, მაგრამ თუ ეხლა თავიდანვე გააქეზე ბავშვს და აბაშენია ყველაფერიო, რას უყურე ამ ჭკვას ვერ იპოვის. ჩვენ გვაკლია ჩემო საყვარლება, აი ხო იცოდეთ, მეც ვიცოდე, ყველა ვიცოდეთ. აზრდა არა გვაქვს ჩვენ გვინდა ბავშვი დავარიგოთ და აზრდელი გახდეს. ვასწავლოთ ფიზიკა და ზნეობრივი გახდეს. და არ გამოდის ასე. უნდა ისაც უთხრათ, რომ არის რაღაცა კანონი, რომელსაც არ უნდა გადავწდეთ. არის სუფლის ნება, მოყვას უნდა გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს. არ გიყვარს, შეიყვარე. მტერიც უნდა გიყვარდეს. არ გიყვარს, შეიყვარე. როგორ შევიყვარო იტყოს, როგორ და უნდა შეიყვარო კაცო. აი მაგრამ როგორ არის შეუძლებელი ყველა გიყვარდეს, მაგრამ არ უნდა გზულდეს. მე რაღაც აი როგორ არის შეიძლება ხო უცხო გამრელი ადამიანი ვერ გიყვაროს. ან რა მტერი შენი, მაგრამ სიძულვილის არ ქონა ადამიანში შესაძლებელია. შეყვარება შეიძლება. ხო აი როგორ არის აი ეხლა 8 მილიარდი ადამიანი ვერ გიყვარება, მაგრამ 8 მილიარდი ადამიანი რო არ გძულდეს, ეს შესაძლებელია ადამიანის ბუნებაში. ის სიძულვილი უკვე თუ არ გძულს ადამიანი უკვე საკმარისია და უკვე ნათქვამია ბრძნებისაგან. ცაში ღმერთს ის დაინახავსო, ვინც დედამიწაზე ღმერთი დაინახა და შეიყვარა ადამიანში. ხო არა. მე თქვენ არ მინახართ, პირველად შეხვდეთ, ხო? დღესაც ძალიან გამახარეთ, რომ ჩამოვბრძანდით აქა. დიდი მადლობელი ვარ. რა გაგიხარდა თქვენ. მაგრამ მე თქვენ არ მენახეთ, მაგრამ მიყვარდით. როგორც ადამიანები და როცა ხვდები, ორჯერ მეტად უნდა გიყვარდეს. უნდა გიყვარდეს ყველა მტერიც, მოყვარიც, ცუდიც, კარგიც. ხო, ანუ ღმერთმა არ გაიღვიძა ჯერმაში. განსხვავებები და ის რაღაც ემოციური განცდები, რაღაცა ეხა დედა, მამა გიყვარს, მეგობრები გიყვარს, მაგრამ უცხო ადამიანი იგივე ემოციით ხო ვერ გეყვარებ, მან საუბარ მიხვდი და გეყვარება, მაგრამ ის კი არ უნდა შეიყვარო ადამიანი. მე შეში ღმერთი მიყვარს, რომელიც ხო და მე მაგალითად კაკას მან ეგ მომენტია ზუსტად რომ აი ის სიძულვილი თუ გააქროფ, აი ეგ არ თქვენ ასე საუბრობთ, მეც იგივე ვიტყვი, იმ სიძულვილს თუ გააქროფ, უკვე ის სიყვარული არის, მაგრამ ის სიყვარული არ არის იგივე სიყვარული, რაც დედმამის და მაგათი მეგობრების მაგას სიყვარული არ უნდა, უბრალოდ სიყვარულია რა. რა თქმა უნდა, ცოლის ხვარი, გამბელი სხვა. მაგრამ ეგეთი ადამიანები რო არიან, ესა ღმერთი უნდა შეიყვარო ადამიანში, მაგრამ ხო არიან ისეთი ადამიანები, ხო ღმერთი არ არის მაგ ადამიანებში. ნუ იმას მე თუ გულის კარი არ გაუღე და არ შემოუშვი, ძალით ხო არ შემოვა ღმერთი ეგ არის. ამას ვერ ეტყვი იმას. იმას უბრალოდ მოვთხრა, ბოჭო. სინდისი გქონდეს რა. კეთილი იყავი. ნუ წაართვე, ნუ შეუშლი ხელს. ელემენტარულია, როგორც გინდა რომ მოგექცნენ, ისე უნდა მოექცი ადამიანს. აი როგორც ხუთი თითი, ამ კაცთან ასე მოიქეცი, იმასთან ასე და იდეალური სიტყვებია სახარებაში. ყველა ვერთნაირი ვერ გავხდებით. არც უნდა ვიყოთ და არც უნდა გავხდეთ, არ არის ეს. არც უნდა ვიყოთ, ხო და მივიღოთ ყველა ისეთი, როგორიც არის და ვეცადოთ გავხადოთ ცოტათი უკეთესი თუ ჩვენ უკეთესები ვართ. ხო, მაგით ისინი გავხადოთ უკეთესად. აი თქვენ გადაცემა შეთქმულე ნათქვამი გქონდა დღეების უთრიო და რაღაც 33784 დღე თუ რაღაცა ეხაც აგზელებ დათვას ამ დღეები. ეს ჩემო ვარვარო ვარდიაშვილმა მასწავლა მერვე კლასში რომ დღეებით იცხოვრეთო. მე და ჩემს თანაკლასელს გითხრა და მე დავიწყე გამოვანგარიშე მაშინ და დღეს მე ვცხოვრობ 34256 დღეა დღეს 8 მარტიდან
1921 და დღეს უფრთხილდება. 8 მარტს გაქვს დაბადების დღე? ხო. ღმერთმა 100,000 დღე გაცხოვროთ და მართლა ოქროს ადამიანი და ისეთი კმაყოფილები და ბედნიერები ვარ თქვენი გაცნობით. მართლა ეხა ვფიქრობ უკვე აქ ვარ და ვფიქრობ დედასპიცა ვარ შემდეგი ჩამოსვლა და მე თქვენ ეხა უბრალოდ კამერებში ეს არ ჩანს, მაგრამ ჩემი რვეული რო განახეთ. შენს რომ ძალიან გაუფრთხილდები, იმიტომ რომ გამოოცა იმ რვეულმა რაღაცა დოსილმაკი და სულავდა უჩვენე. კი, და მე აუცილებლად შემდეგ ჩამოსვლაზეც კი, აი რაც ესეთი აი მართლა მთელი გულით და სულით უბედნიერესი ვარ, მინდა რომ ჩემი მეგობრები, ჩემი ნაცნობები, ჩემი ამხანაგები, ვინც კი აი მთელი გულით ვიძახი, ვინც კი აქ ნამყოფი არ არის, ყველანი უნდა ჩამოხვიდეთ, უბრალოდ ნახოთ ადგილი, სადაც შეგიძლიათ რომ სულიერი სიმშვიდე იპოვოთ, ნებისმიერი რაღაც, რაც კი სიკეთის და სიყვარულის ფარგლებშია, ყველაფრის საშუალება გაქვთ გააკეთოთ და თქვენი შვილებით, მოსვენებით არაფრის უარ შეგეშინდება ეგეთი ადგილია მართლა. როგორი ბატონით ბრძანდებით, როგორი კაცის ხართ, ისეთი ადგილიც გაქვთ და ღმერთმა აი მთელი აზრები რაც გაქვთ, სულ გაგახორციელებინოთ ყველაფერი. სამაგალითო როცა ადამიანს ადგილზე და 100 წელი გაცხოს და უფრო აი 100,000 დღე იცხოვრო, რაღაცა უფრო რაღაც ისეთი კაია ხო, რაღაცა ეს შენობა მომწონს ძალიან განსხვავებული. ეს შენობა რა არის ისო აგვიხსნათ. რა იგეგმება? პირამიდა ერთადერთია საქართველოს. მე არ ვიცი კიდევ არის თუ არა. ამ პირამიდაში გვინდა ჩვენ გავხადოთ რაღაცას არაჩვეულებრივ გოლოგრამული სანახაობანი. ჯერ ტექნიკას დავეცებთ ამისათვის და ვერ გვიპოვია სათანადო ტექნიკა. და ამჟამად ეხლა გვაქვს უბრალოდ ინდური ინსტრუმენტები რომ არის აი საკრაები, რომ ის რო ახმაურდება თუ იცია ეს და ისმენ სული მშვიდდება, რაღაც ნარი გამოდიხარ მე და ეს გვინდა მოუწყვეთ იქ ხალხებს სულიერი გაწმედის სულიერებაზე გამახსენდა სკოლებში აი რელიგია თქვენი აზრით უნდა ისწავლებოდეს? ხო ამოღებული იყო ეხა აღარ არის. სკოლებში კი რელიგია კი არ უნდა ისწავლებოდეს, რელიგიურად უნდა ვიყოთ განწყობილები. მე შეიძლება ბავშვს ღმერთზე არაფერი არ უთხრა კლასში, მაგრამ ისე მიყვარს ისე უდგები რომ ის გრძნობს რაღაცა ღმერთი ანუ გრძნობს რაღაცა გამიგეთ აი ეს რასაც ღმერთი გავაგვიზოთ შიგნით თვითონ ბავშვი იმიტომ რომ მე ვარ თუ იმას ჩემი თავის შევაყვარე მაშინ მე ჩემი მშობით ღმერთთანაც მივა სიყვარული უნდა გაუღვიძოთ ურთიერთობა გაუღვიძოთ და არა ის რომ გინდა თუ არა ჩაშიჩნებდე აი ესეთი ტრადიციებია ეს მარხოვნა შეინარჩუნო ეს არა რელიგიურობა რელიგიობა არის რწმენა პირველ რიგში ადამიანისა რომელშიც ღმერთია და კიდე აი რომელი ასაკიდან შეიძლება აი მაგალითად ბავშვებთან პოლიტიკაზე საუბარი სიტყვაზე პოლიტიკაზე ეხლა დღეს მაგალითად ხედავთ რომ 6 წლის ბავშვებიც მაგალითად გამოდიან და რაღაცა ანუ ეს მიდის რაღაცა ეს ჩვენ ქვეყანაში და თქვენ არა ზოგადად რამდენად სწორია ეს ბავშვებში არის ბავშვებში ჩართვა ხო პოლიტიკაში ჩართვა მაქსიმუმ შეიძლება ეს მოდიში მინიმუმ რა ნუ 16 წლიდან დაიწყო ესა პოლიტიკური საუბრები და ეს 23 წელი გონებაში მაშინ ჩავარდება ხოლმე ადამიანი ეს ასაკი გარდამავალია ისეთი გამიგეთ 23 წელი მოქალაქეობრივა გესმის პასუხისმგებლობას ღებულობ და ზრდა დამთავრებულია ბავშვი კი აღარავინ არ არის ხო მაგრამ პატარა ბავშვები არ შეიძლება ხო არა მეც მაგაზე ხო როგორ შეიძლება შეაყვარე ეს მთები შეაყვარე რა თქმა აქ მოიყვანი აგერ აქ ანდაზნე ხო ხო აბა რა კეთილი სახელები ესეთ გაცხადება დავგე თუ ვინმეს ბავშვებისთვის კარგი რაღაცების გაკეთება გინდათ და ბავშვებისთვის გინდათ ზოგადად რამის გაკეთება უფრო შემოქმედებითად იფიქრეთ უფრო აღზრდაზე იფიქრეთ სულიერებაზე იფიქრეთ ბავშვის სწორგზაზე დაყენებაზე იფიქრეთ და მეტი მოусმინეთ ესეთ ადამიანებს მეტი ნახეთ ეს იქნება ყველაზე დიდი საქმე ალბათ ბავშვებისთვის და არა ის დღეს როგორც რაღაცა ნაწილში იყენებენ ბავშვებს არ შეიძლება პირიქით ბავშვი უნდა იყოს სრულიად თავისუფალი თავის არჩევანში უბრალოდ ის არჩევანი შენ ისეთები უნდა შეუქმნა რომ ცუდი არ ხო აი ზუსტად ის რა მაინტერესებს აი თქვენ ახლა ხო ასწავლით ამზადებთ ბავშვებს ასე შემდეგით რამე თქვენ აი ვინმე ყავთ ადამიანი მოსწავლე მაგალითად ვინც აი 100,000 დღის მერე სიტყვაზე აი თქვენ საქმეს ვინც გააგრძელებს ან არის ესეთი პიროვნება ვისაც აი მშვიდად იქნები და იცით რომ აი არის ეს კაცი ან ქალი ვინც არ უნდა იყოს რომ აი ეს ადამიანი სიტყვაზე ჩემ საქმეს გააგრძელებს მოსწავლებიც ამყავს და მასწავლებლებიც
იმიტომ რომ მე თვითონ მოწაფე ვარ ამ ცხოვრებისა და ორივე მყავს. რასაკვირველია არიან რომლებიც ყველაფერს უფრო გაამდიდრებენ. ანუ შვიდად ხართ, ეგ მაინტერესებს თუ ხართ, ხომ შვიდად რომ თქვენ საქმეს იცით რომ აუცილებლად გაგრძელდება. ძალიან კი. ჩვენი წესი როგორია, მე შვილი მყავს, და შვილიშვილები. აი ყველაფერს ჩვენ არ ვეძახით საკუთრებას. ჩვენ ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მომვლელები ვართ. და ვინც უკეთესად გააგრძელებს, იმისი იქნება. ხო არის რაღაცები არის რომ ვიღაც მაგალითად და იქ ჩერდება მე და ვეღარ ვითარდება რაღაც კაი დაწყებული საქმეები, ხო, ბევრი ყოფილა ეგეთი. ხო, ანუ ეგ ხო, აი ეგ. მინიმუმ 100 წელიწად ეს განვითარებოდა. მე რომ ნახოთ, მე წინადლის ბაღივით იქნება და კი, აი. ნახოთ, ხო, მაგრამ ეგ დამაინტერესებს ეს საქმე უნდა არსებობდეს, ეს ხო, ეს საქმე უნდა არსებობდეს, ამიტომ დამაინტერესებს ხარ რომ ეს არ უნდა გაჩერდეს რა, ეს უნდა იყოს ეს. აი ერთ შეკითხვას მიგახსოვ რა. აი არის თუ არა რამე ისეთი თქვენ ცხოვრებაში, თქვენი გავლილი ცხოვრებიდან, რომ რასაც აი შეცვლიდით და გვეტყოდით, აი მოგმართავდით და რჩევად მოგცემდით, რომ აი ყველაზე მეტად და ყველაზე ისეთი დასამახსოვრებელი რა არის. კი ვიტყვი, მაგრამ ეს ვინმე შეიძლება გაცვეთილად მოეჩვენოს, ეცი? კი, მაგრამ აი თქვენაირი მე არც ეგ პასუხი მაქვს, მაგრამ თქვენ ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიზახით, იმდენად საინტერესო და სამაგალითო ადამიანი ხართ, რომ აი თქვენგან ეს პასუხი ძალიან მაინტერესებს. მას ვიმეორებ იმას, რაც დიდი ხანი ეცით, მეც ვერ გამოიგონებ უკეთეს. კი, არა, კი. გიყვარდეს, მოყვას შენი ვითარცა თავი შენიო. მე არ ვიცი რა დაუმატო, რა გამოიგონე იმისთან რომ ამაზე მეტი იყოს. კი. და ძალიან მინდო რომ ეს სიტყვები ჩემი ნათქვამი იყოს. მაგრამ ქრისტემ ათქვა. კი. ხო. აი მე სახარებიდან ეს მოწოს სულ იმეორებ და ნურავის ნუ მოიქცე ისე როგორც შინარ გინდა რომ მოგექცე. აი ესე ვიცხოვროთ ადამიანებმა და მორჩა თვითონ პრობლემებიც არ იქნება უბრალოდ. არ იქნება. მარტივი სიტყვებია, რამდენი რამხორი სიღრმეა ნაჩვენე, მაგრამ როგორი რთულია ეს შესასრულებლად, არა? აღმოსავლური სიბრძნე არის ასეთი. არავინ შენი მეგობარი არ არის. არავინ შენი მტერი არ არის. ყველა შენი მასწავლებელია. ეგრეა, ნამდვილად. რა კარგია რა? აბა რა, ხო. ანუ დღეს სასწაული რაღაც მოხდა, თან უმნიშვნელოვანი რაღაც მოხდა დღეს. ჩამოსვლისთანავე, კი, ჩამოსვლისთანავე რაღაც მომენტში ჩვენ გავიგეთ რომ ბატონ შალვას სასწრაფოდ არ უყვარს და სიგარეტის მოწევა და ყველას თვის რჩევა არის რომ ტერიტორიაზე დაანებოს ყველამ სიგარეტის მოწევას და ეს ჩვენ არ ვიცოდით და ზოგადად ცხოვრებაში ხო უბრალოდ არაფერი არ ხდება და დაუჯექით და მოხდა ისეთი მომენტი მოკლედ რომ ან უნდა დაგვენებებინა, ან ჩვენი არჩევანი იყო, უნდა ჩაგვედო ის სიგარეტი და უარი გვეთქვა სიგარეტზე, ან იგივენაირი არჩევანი იყო რომ გაგვეგზელებინა როგორ ცხოვრობთ და აუდექით სიტყვა მივეცით ბატონო და სიგარეტს აღარ მოწევთ. სიგარეტი ჩავდეთ იმ ყუთში და ამითი ყველას ვაძლევთ მაგალითს რომ აი აქ ვისაც შეგილიათ, ვისაც მაგის თავი გააქვთ, აეხავი ადექით, ეს დღე დაიმახსოვრეთ, ჩვენც ამას ხმამაღლა ვაცხადებთ. ხა ბატონ შალვასო, პირობას არ დაუღებთ, მაგაზე 200-ზე არ არსებობს და რავი, ღმერთმა შეგვაძლებინოს და მოგეთ. სიგარეტის გადაგდების კამპანიაც სხვადასხვა მე ხო გითხარით გუშინ ვფიქრობდი მაგაზე რომ მეთქი სიგარეტს ორ შაბათს უნდა დავანე ხო ისე ორ შაბათი და 1 სექტემბერი ხო ტყუილი აი თუ იძახი რომ სექტემბრიდან და ორ შაბათიდან ძირითადად ტყუილია ხო სექტემბრიდან ახალი წლიდან ახალი წელის არის ეგ მომენტი სექტემბერიც არის ეგ მომენტი კი არის და დღეს გავიფიქრე და სხვადასხვა გუშინ გავიფიქრე და დღეს აგერ მოვედი და ბატონ შავასთან უბრალოდ არაფერი არ ხდება. პირობას გაძლევთ კიდევ ერთხელ სიგარეტს არ მოწევ და ეს არის ყველაზე დიდი საჭირო ჩემთვის. კი. უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. გამარჯვებული იყავით ყველას. ძალიან დიდი მადლობა. უდიდესი, აი უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. ისე გამეხარდა თქვენი გაცნობა, რომ ერთი სული მაქვს შემდეგ ჩამოსვლაზე ჩვენ მეგობრებსაც ჩამოვიყვანთ, ისეთ ვინც უნდა ნახოს აქაო. მე კიდევ რეულ შეგინახა. კი ბატონო, კი, შემდეგზე უკვე მე ვიცი როგორ ჩამოვიყვანთ. ძალიან დიდი მადლობა, ჩაგეხუტებით ეს ბედნიერი მაგრესი ადამიანი ხართ და წარმატებები ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ საქმეში. კარგად გზანდებოდეთ. მადლობა. აბა კარგად. კარგად იყავით. გაიხარეთ. ბედნიერება.